გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. სააკაშვილის მორიგი ქარდი ვნახე. ციხის კადრები თურმე რუსების შეკვეთით ყოფილა დადგმული და დიდ რუსულ სპეცოპერაციას წარმოადგენდა. აი, გორის კადრები კი ნამდვილი იყო. მართალია სააკაშვილი. ციხის კადრებზეც მე შემჩნეული მქონდა, რომ ყველას სლავური გარეგნობა ჰქონდა, ბადრაგსაც, პატიმრებსაც. რუსულადაც ლაპარაკობდნენ, მაგრამ ჩვენ იმ გაწამაწიაში ამას ყურადღება არ მივაქციეთ. არადა ყველას რუსული ვიშივანკები და ლაპტები ეცვა და კედელზე კი ლენინის სურათი ეკიდა. აი დედასა. ასთავარია სააკაშვილის დროინდელი ციხე ხომ სანატორიუმი იყო. ვინც იქ მოხვდებოდა, უკან გამოსვლა აღარ უნდოდა და ყველაფერს აკეთებდა, ოღონდ ვადა გაეხანგრძლივებინა. ამის მოწმე მე ვარ. უпроსტად მე კი არა, მე ავწდი იმ სიამოვნებას, მაგრამ ვიცნობდი ერთ ყოფილ პატიმარს, რომელმაც 2 წელიწად ნახევარი მოიხადა მიშას სანატორიუმში, ხო და გამოსვლამდე 1 კვირით ადრე მობილური ტელეფონით ისარგებლა, რაც რა თქმა უნდა აკრძალული იყო და კიდე 2 წელიწად ნახევარი დაუმატეს. ანუ სპეციალურად გააკეთა, რომ იმ სასათბურე პირობებში დარჩენილიყო. ამ თემაზე ღლიცინი მართლა მკრეხელობაა, მეგობრებო. ის პატიმარი მართლაც ტელეფონით სარგებლობისთვის იჯდა ციხეში დამატებით 2 წელიწად ნახევარი. წარმოგიდგენიათ? 2 წელიწად ნახევარი მიარჭეს ტელეფონის გამო. ამიტომ კითხვა მაქვს ჩვენს მთავრობასთან. სააკაშვილი სად იმყოფება? ციხეში ზის? და თუ ციხეში ზის, რომელი ციხეა ასეთი, სადაც მისი ფიქრები და მოგონებები ყოველდღე ახალი ამბებივით გამოდის გარეთ? რა ხდება ამიხსენით? ამისთვის ვიდე კიდე ბარიკადებზე, რომ იმ სოციოპატს თავისი იდიოტური ქაქანით ჩვენი ტვინების ხვნა გაეგრძელებინა? როდის დასრულდება მისი ეს მუდმივი კონტაქტი საზოგადოებასთან? ახლა ამაზე ლაპარაკი, იმიტომ კი არ დამიწყია, რომ რუსულ სპეცოპერაციაზე მისი ნაბუდვარი გავარჩიო. კისერიც უტეხია, რას უნდა ის უბოდვია, ჩემზე ეს არ მოქმედებს, მაგრამ რატომ აქვს წოდომა სოციალურ ქსელებთან. მოდი, მთავრობა გულახდილად მითხარი. მიშა ზის თუ სადმე კურორტზე ყავთ გაგზავნილი, სადაც ის თავის შერყეულ ჯანმრთელობას თავს ევლება და შეძლების დაგვარად დემოგრაფიული პრობლემების მოწესრიგებას განაგრძობს. სრულიად გაოგნებული ვარ. თან ამდენი ხანია ამაზე ვლაპარაკობ და განამ მხოლოდ მე ბევრისგან მსმენია არაოფიციალური და ნახევრად ოფიციალური პირებისგან. კი, მაგრამ ამ ტიპს ამდენს რატომ აბედინებენ? გულახდილად გეუბნებით, რამდენჯერად სააკაშვილის მორიგ ბოდვას გადავაწყდები, სულ ის ჩემი ნაცნობი პატიმარი მახსენდება. მობილურის გამო 2 წელიწად ნახევარი რომ მიარჭეს. სამწუხაროდ ის ადამიანი არ არის ცოცხალი, თორემ დამემოწმებოდა. მიშას ციხე ბევრმა გამოიარა, რა და რამდენი ზიანი მიადგათ მათ იმ არაადამიანური პირობების გამო, ან როდის იფეთქებს მათში ჩადებული ნელი მოქმედების ბომბი, ღმერთმა უწყის. ყველა ავადმყოფობა ხომ ნერვული სტრესისგან მოდის, როგორც ამას ექიმები ამბობენ, დიახ? მიშას ციხე ბევრმა გადაიტანა და გამოვიდა, მაგრამ როგორი გამოვიდა? სულხან მოლაშვილი ხომ გახსოვთ, მეგობრებო, და განა სულხან მოლაშვილი გამონაკლისი იყო. 1-2 გამოსული მეც ყავს ნანახი და ჯობდა არ მენახა. როგორები შევიდნენ ციხეში და როგორები გამოვიდნენ. ყოველგვარი დაკონკრეტების გარეშე ვამბობ. სანამ ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის შაუბნელი წარსული ღირსეულად და სამართლიანად არ გასამართლდება და სანამ მიშას სანატორიუმებიდან მიყენებული ფიზიკური თუ მატერიალური ზარალი არ ანაზღაურდება, მე სულ ვილაპარაკებ ამ თემაზე. შეიძლება ჩემი ლაპარაკი ბევრისთვის არ იყოს მისაღები და მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს უკვე სხვა საკითხია. მატერიალურ ზარალს კი აანაზღაურებ, მაგრამ აი ფიზიკურს და განსაკუთრებით სულიერს ვერა. 2012 წლის ოქტომბერში თითქოს სხვა ეპოქაში გადავხდით. კი, ეს ახალი ეპოქაც იმსახურებს ბევრ კრიტიკას, მაგრამ რაც მთავარია, ამ კრიტიკისთვის არავინ დაგжжის ისე, რომ მე მთელი ცხოვრება სისხლი ახველო და დამოუკიდებლად გადაადგილებას კი ვეღარ შეძლო.
აღარც კოშმარები დაგესიზრება და ციოფში მცურავი არ წამოხდები საწოლიდან, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში შკონკას ეძახთი. რა გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ? ბნელი 90-იანები, დესპოტური ნულიანები. დედასგებისები დახარ მითხან რა გირჩევნია 90-იანების ბნელი წლები თუ მიშა სისხლიანი და შიშით სავსე ხანო? თავფიქრდებოდი და ალბათ იმ 90-იანებს ავირჩევდი. კი, ბნელო და ციო და სამაგიეროდ ქუჩაში სიარულისას წამდაუწვომ უკან არ ვიხედებოდი იმის შიშით ზურაბ ადეიშვილის ჩრდილი ხომ არ მომდევს მეთქი. და ბოლოს ახლა მოწმენი ხდებით ტიტანების ბრძოლისა მიშა მელიას წინააღმდეგ. ორივე ციხეშია და ციხეშივე ხდება მათი გოლიათური შერკინება. მიშას დროინდელ სანატორიუმში ასეთ ქმედებას თუ წარმოიდგენდით, მეგობრებო. ხოდა მართალი ვარ, როცა ვამბობ, რომ 2012 წელს სხვა ეპოქაში გადავხდით მეთქი. კიდევ კარგი. მაგრამ ჩემი კითხვა მაინც პასუხგაუცემელი რჩება. მიშა ციხეშია მართლა? და თუ ციხეშია ასე თავისუფლად, როგორ ეკონტაქტება თავის ყურმოჭრილ სექტას? ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.